ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე ლაგოდეხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ფარგლებში გზის 625 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა საანიაღო არხები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 757,000 ლარზე მეტია. ჩვენს რეგიონში საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტია და აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა სახის პროექტები, როგორც არის გზები, სკვერები, სკოლები, ბაღები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია ის, რომ 67 სოფელია, სადაც მოსახლეობის 86% ცხოვრობს, სწორედ აქედან გამომდინარე აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ჩვენ დავათვალიერეთ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ერთ-ერთ ლამაზ სოფელში და ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურად აღნიშნული მიმართულებით მუშაობას. სოფელ გურგენიანში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ღირებულება 757,000 ლარს აღემატება და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის დასრულების შემდგომ იქნება სრულყოფილად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას, კაპიტალური საანიაღო არხების მოწყობას და ახალი ასფალტის საფარის მოწყობას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეთა ცხოვრებას და გადაადგილებას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები სკოლაში, ბაღში რამოდენიმე ხნის უკან უჭირდათ წასვლა იმისათვის, რომ წვიმის შედეგად ატალახდებოდა უბანი და გავლა შეუძლებელი.